საქართველოს პარლამენტმა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონში ცვლილებები განიხილა. კანონპროექტი უზრუნველყოფს ცხოველისა და მისი მეპატრონის იდენტიფიკაციის ვალდებულებას. გაცრდება პასუხისმგებლობები, მათ შორის ქუჩაში მიტოვებაზე. კანონით რეგულირდება მეპატრონეების მიერ შინაური ცხოველების უკონტროლო მოშენებაც. ყველაზე მთავარი რა სიახლეც შემოდის კანონპროექტით, ეს არის შინაური ცხოველების, შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო რეგისტრაცია, იდენტიფიკაციის ვალდებულება, რაც არის იმის გარანტია, რომ სამომავლოდ ქუჩაში უმეთვალყურეოდ გაგდებული ძაღლი აღარ უნდა იყოს. მეორე მიმართულება, რა მიმართულებასაც კანონი არეგულირებს, ეს არის დამატებითი საპრევენციო ღონისძიება იმისთვის, რომ ჰიპერპოპულაცია, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის შინაურ ცხოველებთან მიმართებით შემცირდეს. სავალდებულო გახდება ახლად გაჩენილი შინაური ბინადარი ცხოველების სავალდებულო სტერილიზაცია, კასტრაცია. უნდა განისაზღვროს სპეციალური პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს გარდამავალი პერიოდისთვის განსაკუთრებულ რეგულაციებს უპატრონო, უმეთვალყურეო ცხოველების საყოველთაო იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, კასტრაცია, სტერილიზაციის კუთხით.